გამარჯობა. რატომ არ მოდის ის, რაც გინდა, სანამ არ გახდები ის, ვინც ნამდვილად ხარ? ეს კითხვა ალბათ ძალიან ბევრ თქვენგანს გაწუხებთ. ჩვენ ყველანი რაღაცას ველით, სიყვარულს, წარმატებას, თავისუფლებას, პასუხს, გზის გამოკვეთას. ვუსვამთ კითხვას სამყაროს, რატომ არ ვიღებ იმას, რაც მსურს. და თან ვურტყამთ კარებს თავს, რომელიც თითქოს იქვეა, მაგრამ არ იღება. პასუხს არავინ გვცემს. მაგრამ იქნებ კითხვა არასწორად არის დასმული ჩვენს მიერ. იქნებ სამყარო არ პასუხობს იმ შეკითხვას, რომელსაც გონება უსვამს. ანუ იმ ვიბრაციას, რომელიც შენგან მოდის. რადგან სურვილი უდრის ვიბრაციას. ერთია, როცა რაღაცა გვინდა და მეორეა, რისთვის ვართ ენერგეტიკულად მზად. შენ შეიძლება გსურს სიყვარული, მაგრამ შენი აურა სავსეა მიტოვების შიშით. შეიძლება გინდა სიმდიდრე, მაგრამ შენი უჯრედული მეხსიერება იტვირთება სიტყვებით, რომ მე ამას არ ვიმსახურებ. ან უბრალოდ შთაგინერგეს ეს პროგრამა. შეიძლება გინდა თავისუფლება, მაგრამ მთელი შენი ენერგია მიმართულია უსაფრთხოების თვალსაზრისით მიჯაჭვულობაზე. ეს არ არის არასწორობა. ეს არის დროებითი მოსასხამი, რომელიც ელოდება ცნობიერებით ამოხსნას. რადგან კოსმოსი არის როგორც სარკე. სამყარო არ პასუხობს სურვილებს სიტყვებით. ის პასუხობს შინაგან იდენტობას. ანუ არა იმას, რასაც ამბობ, არამედ იმას, რაც თავად შენ ხარ. თუ შენი ენერგია არ ეთანხმება იმას, რასაც ითხოვ, რეალობა გაჭიანურდება აუცილებლად. იგივე ხდება ტალღით გადაცემულ სიგნალებში. თუ შენს სხეულში გაბნეულია შიში, სინანული დაბნეულობა, სამყაროს გადაეცემა არასინქრონული შეტყობინება. ანუ ესეთი ფორმით, არ ვიცი, ნამდვილად მინდა თუ არა, ან დარწმუნებული ვარ თუ არა ამ საკითხში. და სწორედ ამიტომ რეალობა არ ამბობს არას, ის ამბობს უბრალოდ ჯერ არა. რატომ გვიგვიანდება მერე ხშირად ნანატრი ცვლილებები, რომლის მოლოდინშიც ვართ? სურვილი ემყარება გონების ფორმას, არასულიერ იდენტობას. და შესაბამისად, ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ. რატომ? რადგან მაგალითად გვინდა იდეალური პარტნიორი, მაგრამ იდენტობა დაფუძნებულია იმ რწმენაზე, რომ მაინც მიგვატოვებენ. ასე დროს ხდება ენერგეტიკული თვითსაბოტაჟი. როდესაც შენი სიტყვა ამბობს კი, მაგრამ სხეული არას, მიზნები, რომლებიც იწვევს შფოთვას და უმუშავებელი ტრამვების გამო, ხდება ამის გამომწვევი პრობლემა. არარეზონანტული გარემო. შეიძლება შენ ასე დროს ენერგეტიკულად უკვე შეიცვალე, მაგრამ ჯერ კიდევ იმ გარემოში იმყოფები, სადაც ძველი ვიბრაცია უკან გაბრუნებს. როგორ უნდა მოემზადოს ადამიანი შიგნიდან ამ რეალობის მისაღებად? პირველ რიგში უნდა შეამოწმოს სურვილი, მოლოდინია თუ ჭეშმარიტი გამოძახილი. აუცილებლად უნდა დაწერო, რას ვითხოვ და თუ ეს არ მოვა, ვის დავადანაშაულებ ამაში. პასუხი გაამხელს შინაგან წინააღმდეგობას, თუ რაში მდგომარეობს ის. შეცვალე უბრალოდ კითხვების ფორმა. ნაცვლად იმისა, თუ რატო არ მოდის. ჰკითხე საკუთარ თავს, რას ითხოვს ჩემგან კოსმოსი, სანამ ეს მოვა. რა უნდა გარდაიქმნას ჩემში, რომ შევხვდე ამ ვიბრაციას სუფთა სახით. მიეცი ადგილი, მაგალითად შეკითხვას ვინ ვარ. ნაცვლად კითხვისა რა მინდა, სანამ საერთოდ ამას გააჟღერებ. როგორც კი გახდები ის, ვინც მზად არის რეალობა მოიწვიოს, ეს დადგება დღის წესრიგში. არა ძალით, არამედ საკუთარი სურვილით. შეგიძლია მცირე მედიტაციაც კი შეასრულო. ამისთვის საკმარისია დაჯდე თვალდახუჭულ მდგომარეობაში და კითხე საკუთარ თავს სიჩუმეში. მაჩვენე რა არის ჩემში ისეთი, რაც ჯერ არ შეესაბამება იმ რეალობას, რომელსაც მე ველოდები. და თუ გამოჩნდება სურათი, სიტყვა, ემოცია, ნუ გაანალიზებ. მხოლოდ უთხარი. მადლობ, მზად ვარ შეგიცნო და გამთავისუფლდე. რეალობა ყოველთვის მოძრაობს. სურვილიც არის მისდამი გამოძახილი, მაგრამ სანამ შენ არ გახდები ის, ვიც გგონია რომ უკვე ხარ, სამყარო შენ არ მოგაწვდის იმ სიხშირეს,
რომელიც მხოლოდ ჩვენ ჭეშმარიტ რეზონანსზე მოდის. როცა ეწყობი საკუთარ სიმართლეს, შემდეგ უკვე აღარაფერი აგვიანებს. ყველაფერი ხდება ისე, როგორც უკვე თავად შენ ხარ და შენი პიროვნებიდან გამომდინარეობს. Ჰკითხე საკუთარ თავს, ამ ეტაპზე ველოდები რაიმეს, თუ ბრუნდები იქ, სადაც უნდა ვიყო. და პასუხი შეიძლება იყოს არა სიტყვა, არამედ საკუთარ სხეულში ოდნავ შესამჩნევი შრუანდელიც კი. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. გახდით საიტ ლუმინარას, luminara.net გამომწერი. გაიცანით ყოველდღიურ საინტერესო პროგნოზებს და სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციასა და მასალებს.